აქცია ბათუმის მერიასთან უწყებასთან ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარ ლაქის წარმომადგენლები არჩილ-ჩქოვანთან იმ კითხვების დასმას აპირებდნენ, რაზეც პასუხების მიღებას ვერ ახერხებენ. ცხოველთმოყვარულებს აინტერესებთ, რატომ ანგრევს ბათუმის მერია მათი ძალებით მოწყობილ თავშესაფარს იმის ნაცვლად, რომ დახმარება გაუწიოს. მათივე ცნობით, ტერიტორია, სადაც ობიექტია მოწყობილი, სახელმწიფო ბალანსია და ამ ეტაპზე მისი გამოყენების საჭიროება არ არსებობს. ლიამ გელაძის თქმით, იმ ფონზე, როცა თვითმმართველი ქალაქი თავად ვერ აგვარებს პრობლემას, საკითხით დაინტერესებულებს ცხოველებზე ზრუნვაში ხელი არ უნდა შეუშალოს. ცხოველთმოყვარულები დასძენენ იმასაც, რომ თავშესაფარში ძირითადად ის ძაღლები არიან, რომლებსაც დაზიანებები აქვთ და მუდმივ მკურნალობას საჭიროებენ. შეხვდება თუ არა ბათუმის მერის სამომავლოდ საკითხით დაინტერესებულებს, ან რა გეგმა აქვს უწყებას პრობლემის გადასაჭრელად. თემასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში საპასუხო კომენტარი არ გაკეთდა. ჩვენი მოტივი იყო მერთან შეხვედრა, იმიტომ რომ თავშესაფარი ლაქი, რომელიც არსებობს მერიის ბალანსის ტერიტორიაზე, არსებულ ტერიტორიაზე, მუნიციპალურ სამსახურს სურს, რომ გააკეთოს დემონტაჟი. მოტივი დემონტაჟისა რა არის, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ აქ ვახორციელებთ იმ საქმიანობას, რასაც უნდა აკეთებდეს რეალურად მერიის სამსახური. მოგეხსენებათ, რამდენჯერ დაიდო პროექტი თავშესაფართან დაკავშირებით, თუმცა ყველა ჩავარდა. და იმის ფონზე, როცა თვითონ ვერაფერს ვერ აკეთებენ, არ ჩვენთან სურთ საუბარი და არ ჩვენის გულიტკივლის გაზიარება არ სურთ, რომ დროებით მოგცენ ეს ტერიტორია. მინდა მივმართო სახელმწიფოს, რომ ის თავშესაფარი, რომელიც ჩავარდა და არაშენდა, ეს 150 ძაღლი, რომელიც იმ ტერიტორიაზე და ასევე იმ ტერიტორიაზე კიდე 400 ძაღლია მეორე თავშესაფარია და ასევე არის 200 კატა, სად უნდა გადავიდნენ ჩვენი ხარჯები და ასეთი კეთილი ადამიანების დახმარებით, აი ჩემი სამეგობრო წრის დახმარებით, რო იტყვიან თავი გაგვაქვს და ჩვენი ძაღლები აცრილებია, სტერილია და ასევე მთავარი რაც არის სტერილიზაცია, კასტრაცია და ცოფზე დამუშავებული და პასპორტებიც მაქვს.